კანონს არ ღვევთ, არ მიშვებთ. საკრებულოს ხდომაზე არ მიშვებთ, კანონს არ ღვევთ და მინდა რომ ხმა მივაწვდინო საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულოს ხდომა არის და ეს არის საჯარო ბატონო. უკაცრავად თქვენ ვიმძანდებით? ვიმძანდებით და სოფლის ხარდაჭერის პროგრამა გინდება, მომისმენ დამთავრებია მოკლედ. დისტანციას დაგაკავლებიათ. სოფლის ხარდაჭერის პროგრამა დადგინდება და მე ვალდებული ვარ როგორც მერის წარმომადგენელი, დავესწრო სოფელში რა ხდება. საკრებულოს ხდომა არის, რომელიც უნდა იყოს საჯარო ბატონო კანონით. კანონით უნდა იყოს საჯარო საკრებულოს ხდომა. მე შემეზღუდა ეს შეგნით შესული შესაძლებლობა არ მაქვს. წესიერად უნდა მოიქცე ადამიანმა. წესიერად რას ნიშნავს კითხვებს? წესიერად უნდა მე მიზღუდავთ კანონით დაკისრებით. მიზღუდავთ. თქვენ ვიმბრძანდებით ბატონო საერთოდ? მე შენ გითხარი აგისხენი მერის წარმომადგენელი ვარ მე ვხარ მაჭახლის თემის. სოფლის პროგრამა ხო კომპეტენცია გაგაჩნიათ ეხლა რომ შემიზღუდოთ მე საკრებულოს ხდომაზე შესვლა. რა კომპეტენცია გაგაჩნიათ თქვენ ამ? ხო და ხომ შეიძლება ნორმალურად ჩატარდეს და მოусმინო მოქალაქეების არიან მაჭახელაში რა უნდა ჩატარდეს გარეგანათება სოფლის პროგრამით რა პროგრამა წესით სამსახურში უნდა იყოს. არ ზღუდავთ არავის. გამომაგდეთ საკრებულოს ხდომის დარბაზიდან გამომაგდეთ ძალისმიერი მეთოდით. იძლია რომ იმოქმედო ადამიანი, ნორმალური ადამიანი უნდა იყო რა. ძალისმიერი მეთოდით გამომაგდეთ საკრებულოს ხდომაზე. თქვენ იცით, ეხლა წესით არის წესი და ბრახული რა. იმიტომ რომ არ მიშვებთ, გამომაგდეთ არ. ვინ გამოგაგდო ხელი მოგდეთ? თქვენ პირადად გამომაგდეთ. მე პირადად? თქვენ წესით ახლა სამუშაო საათებში უნდა იყოთ სამსახურში. რა იმით დამოკიდებულებით გამოირჩევით ბატონო? რატომ არ მიშვებთ საკრებულოს ხდომაზე? იცით რომ კანონს არ ღვევთ ახლა? იცით რომ კანონს არ ღვევთ ახლა ბატონო? ხალბატონო, იცით რომ ეხლა კანონი ირღვევა და საკრებულოს ხდომაზე არ უშვებენ მედიას? რას ნიშნავს აქედან უნდა უყუროთ? თქვენი სახლი ხო არ არის ეს ხალბატონო და თქვენი სივრცე ხომ არ არის? რას ნიშნავს ღია სივრციდან უნდა უყურო ამ ყველაფერს? უკაცრავად ხელს მიშლით საკრებულოს ხდომაზე არ მიშვებთ. ბატონო თენგიზ, შეგიძლიათ რეაგირება მოახდინოთ ამ უკანონობაზე? ბატონო თენგიზ, შეგიძლიათ რეაგირება მოახდინოთ ამ უკანონობაზე? საკრებულოს ხდომაზე არ მიშვებენ. დაცვის სამსახური უკანონო გადაწყვეტილებას ასრულებს და საკრებულოს ხდომაზე არ მიშვებენ. ბატონო თენგიზ, ვიცით რომ გესმით და შეგიძლიათ მიპასუხოთ? რატომ არ მიშვებთ საკრებულოს ხდომაზე? შეგიძლიათ მითხრათ? გამომაგდე შიდა ტერიტორიიდან ძალისმიერი მეთოდით ბატონო თენგიზ. გესმით ეხლა თქვენ და რეაგირება არა გაქვთ ამ ფაქტზე? უკაცრავად გამატარეთ. ანუ საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას ელოდებოდით კანონი რო აღესრულებინათ? შეგიძლიათ მითხრათ, რატომ გამაგდეს საკრებულოს ხდომის დარბაზიდან? ბატონ თენგიზ, ხელს ნუ მახებთ უკაცრავად, ხელს ნუ მახებთ. სულხან მესხიძე ვარ. საკრებულოს ხდომა მიმდინარეობს პრესის ადგილზე დაბზადით, სხვა შემთხვევაში ხელშემშლით დაგატოვებინებთ და ხდომის დაწყებამდე შემოვედი და გამაგდეს ამ ტერიტორიიდან ძალისმიერი მეთოდით ბატონ თენგიზ. რის გამო გამაგდე? შეგიძლიათ მითხრათ? მე შემოსული ვიყავი მანამდე და ძალისმიერი მეთოდით გამაგდეს. უკაცრავად ხელს ნუ მახეთ. ხელს უშლით ხდომას. არ ვუშლი მე ხელს ხდომას. უკაცრავად ხელს უშლით ხდომას, გეუბნები და გამოგდი. უკაცრავად რასაკეთებ თქვენ ბატონო? რასაკეთებ? რანაირად იქცევით? რასაკეთებ? ვინ ხმაურობს? ვინ ბატონო მოსული ვიყავი მანამდე საკრებულოს ხდომას და გამომაგდეთ. ხო, ძალიან რა. თქვენ ვინ ბრძანდებით ბატონო? მე წარმომადგენელი. და რატომ მაგდებენ საკრებულოს ხდომიდან, რომელიც კანონის თანახმად უნდა იყოს საჯარო და ღია? ხო, ეს რომ დაატოვებინეთ ტერიტორიაზე და ჩვენ მეტი არაფერი არ. ვინ გთხოვათ? ვინ გთხოვათ რომ დაატოვებინეთ? დაუკავშირდით და დაელაპარაკეთ რა. ტერიტორია დაატოვებინეთო, ვინ გთხოვათ? ხო. პრეს სამსახურს დაუკავშირდით და აგიხსნით ყველაფერს.
შეგიძლიათ მითხრათ, ეს კანონიერია, ეს გადაწყვეტილება, როცა მედიას გარეთ აგდებენ? მე მოკლედ გითხარით, რომ პრეს სამსახურს დაუგავსეთ და პრეს სამსახურს დაუგავსეთ. ხომ თქვით, რომ თხოვეს მე ჟურნალისტების გარეთ გამოშვება, ვინ გთხოვოთ? უკაცრავად საკრებულოს ხდომაზე აღარ მიშვებთ? უკაცრავად საკრებულოს ხდომაზე აღარ მიშვებთ? ეს საჯაროა კანონით, ბატონო. საჯარო მოხელეებით გავვრცეთ, სივრცე გავვრცეთ და მე აღარ მიშვებთ? პრეს სამსახურს მიმართეთ რა. ბატონო, კანონით საკრებულოს ხდომა უნდა იყოს ღია, პრეს სამსახურს რატომ უნდა მიუმართო? რატომ აღარ მიშვებთ საკრებულოს ხდომაზე? ასეთი გაქვთ დავალება, რომ საკრებულოს ხდომაზე არ შემიშვათ? თქვენ ახლა იცით, რომ კანონს არ ღვევთ? პრეს სამსახურს მიმართეთ და გააკვირვენ ყველაფერს. საკრებულოს ხდომა კანონით უნდა იყოს საჯარო. აჭარის მაუწყებელი რა პრინციპით შეუშვით, მაშინ შეგიძლიათ მითხრათ და რატომ დაიკეტა ჩვენთვის ეს კარები? თქვენ იცით ახლა, რომ კანონს არ ღვევთ და უკანონო გადაწყვეტილებას ასრულებთ? უკაცრავად პოლიცია გამოვიძახო, თქვენ ახლა კანონს არ ღვევთ. პოლიცია გამოვიძახო, გეკითხებით, კანონს არ ღვევთ, თქვენ ახლა არ მიშვებთ საკრებულოს ხდომაზე, რომელიც კანონით უნდა იყოს ღია. მაყურებლისთვის განმარტავ, რომ მე მსურს ხელოჩეურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხდომა გავაშუქო, თუმცა შიგნით შიდა ტერიტორიაზე, შიდა სივრცეში შესვლის შესაძლებლობა არ მეძლევა. აჭარა თაიმსისთვის ეს კარები დაიკეტა და დაცვის სამსახურის თანამშრომლები არ ღვევენ კანონს და შიდა ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობას არ მაძლევენ და თქვენ კადრში ხედავთ, ისინი იცავენ საკრებულოს ხდომის შიდა ტერიტორიას.